ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ. მსოფლიოს ყურადღება ამ საზარელი დანაშაულისკენ ამიპყრობილი. 31 წლის აქტივისტი იუტას შტატში უნივერსიტეტში გამართული შეხვედრისას გაუხსნეს ცეცხლი და ყელის არეში მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. თავდაპირველად ადგილზე დემოკრატიული პარტიის წევრი დააკავეს, თუმცა ეს ეჭვმიტანილი არ აღმოჩნდა და მალევე გაათავისუფლეს. იუტას შტატის პოლიციის უფროსმა მომხდარს პოლიტიკური მკვლელობა უწოდა. თამარ ჭავჭავაძემ უფრო მეტი იცის ამ საზარელი შაულის შესახებ ისახლა ფორმულას ეთერს უერთდება თამარ გისმენთ. ცნობილი ამერიკელი კონსერვატორის ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით თეთრ სახლზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს დონალდ ტრამპმა, რომლის ერთგული მხარდამჭერიც იყო ჩარლი კირკი. მისი მკვლელობის დღეს ქვეყნისთვის შავი დღე უწოდა. ამ დრომდე არ არის დაკავებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, გამოძიების ცნობით სავარაუდოდ ის მარტო მოქმედებდა, დააკავეს ორი პირი, რომლებსაც დანაშაულთან კავშირი ვერ დაუდგინეს და ორივე გაათავისუფლეს. ერთ-ერთი დაკავებული დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. თავდასხმა კონსერვატორ ბლოგერზე იუტას შტატის უნივერსიტეტის კამპუსში მოხდა, სადაც ჩარლი კირკი სტუდენტებთან შეხვედრას მართავდა. მას სავარაუდოდ მკვლელმა სახურავიდან ესროლა. აქტივისტი მძიმე დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შტატის გუბერნატორმა მკვლელობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და საზოგადოებას შეახსენა, რომ იუტას შტატში ჯერ კიდევ მოქმედებს სიკვდილით დასჯა. ეს არის შავი დღე ჩვენი შტატისთვის, ტრაგიკული დღე ჩვენი ერისთვის. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. პირველ რიგში ჩარლი კირკი იყო მეუღლე და ორი პატარა ბავშვის მამა. აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და სწორედ ამიტომ იმყოფებოდა უნივერსიტეტში. ისტორიულად ჩვენი უნივერსიტეტები ყოველთვის იყო ადგილი, სადაც სიმართლე და იდეები ყალიბდებოდა და განიხილებოდა. ამას აკეთებდა ჩარლიც. როდესაც ადამიანს კლავენ იდეებისა და იდეალების გამო, საფრთხის წინაშე დგება ჩვენი კონსტიტუციის საფუძველი. მიმდინარეობს გამოძიება და მკაფიოდ მინდა ვთქვა, ვინც ეს ჩაიდინა, გიპოვით, გაგასამართლებთ და პასუხს გაგებინებთ კანონის მთელი სიმკაცრით. მინდა შევახსენო ადამიანებს, რომ იუტას შტატში ჯერ კიდევ მოქმედებს სიკვდილით დასჯა. 31 წლის ჩარლი კირკი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, ის მეგობრობდა დონალდ ტრამპთან და აფუძნა ახალგაზრდული მოძრაობა და კონსერვატიულ ღირებულებებზე აგიტაციას ეწეოდა სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. მკვლელობამდე მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა უკრაინელი დევნილის მკვლელობის შესახებ და მოწოდებითაც გამოვიდა, რომ ეს დანაშაული პოლიტიზირებას საჭიროებდა, რადგან მიიჩნევდა, რომ სწორედ წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო დადიოდა ქუჩაში თავისუფლად მკვლელი, რომელმაც 22 აგვისტოს ჩრდილოეთ კაროლინაში 23 წლის ირინა ზარუშკა დანით მოკლა. ჩარლი კირკი არ უჭერდა მხარს უკრაინის სამხედრო დახმარებას და ვოლოდიმირ ზელენსკისაც უკრაინის არალეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებდა. კირკის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი კონგრესში, სადაც დემოკრატმა კონგრესმენებმა იუტას შტატში მომხდარი თავდასხმა მკაცრად დაგმეს. კანონმდებლები აცხადებენ, რომ იარაღის დარების გამკაცრებაზე კანონის მიღება აუცილებელია. ეს საშინელება ჩარლი კირკის მკვლელობა პოლიტიკურ ქაოსს უხსნის გზას. ვაპირებთ რამის გაკეთებას, თუ მხოლოდ უნდა ვიკამათოთ რიტორიკაზე. ჩვენ უნდა მივიღოთ იარაღის უსაფრთხოებაზე კანონი და შევაჩეროთ მკვლელობები. ჩვენ შეიძლება ერთმანეთს არ დავეთანხმოთ, მაგრამ ეს არ უნდა დასრულდეს ისე საშინლად, როგორც დღეს მოხდა. ჩვენ ყველამ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ დადანაშაულების ცდუნებას. ეს არ საიდკენ წაგვიყვანს. უარი უნდა ვთქვათ იარაღით ძალადობაზე, პოლიტიკურ ძალადობაზე ყველანაირი ფორმით. ტრამპის ადმინისტრაცია ჩარლი კირკის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას დემოკრატებს აკისრებს. თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში სწორედ ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. კირკის მკვლელობას მიუძღვნა პირველი გვერდი ჟურნალმა Time-მა წარწერით კმარა. კონსერვატორ ბლოგერზე თავდასხმას გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც მკვლელობა მემარცხენე ლიბერალებს დააბრალა და დაწერა, რომ დროა ამერიკის ადმინისტრაციამ გააცნობიეროს, რომ უკრაინის მხარდაჭერით მხარს მკვლელებს უჭერს.